გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა გასწავლოთ ტუჩების ვარჯიში. უფრო ლამაზად რომ გამოიყურებოდეს ჩვენი ტუჩები, უფრო ფუმფულა იყოს და ტუჩის კუთხეები იყოს ზემოთ აწეული. ყველაზე მთავარი რაც არის, ამას ხელები არ სჭირდება, შეგვიძლია შევათავსოთ ნებისმიერ საქმიანობას პარალელურად. პირველი ვარჯიში თევზები. და რას ვაკეთებთ ამ დროს? ტუჩის კუთხეები მაქსიმალურად შეგვავს შიგნით. მეორე, მოკუმული ტუჩების მარჯვნივ და მარცხნივ გაწევა. ეს ვარჯიში როგორც ტუჩებისთვის არის კარგი, ასევე ცხვირ ტუჩის ნაოჭისთვისაც ძალიან კარგია. მესამე, ცხენის ფრუტუნი. მეოთხე ვარჯიში არის გაღიმება და შემდეგ ტუჩის გასწორება. ანუ რას მოიაზრებს ეს? როდესაც ჩვენ ვიღიმებით, ტუჩის კუთხეები ადის ზევით, ანუ ბოლომდე უნდა გავიღიმოთ, როგორც ბუნებრივად ვიღიმებით დახურული პირით და შემდეგ გავასწოროთ. ანუ ზემოთ კი არ უნდა ადიოდეს კუთხეები, უნდა გასწორდეს. აი ასე. მაქსიმალურად გავაჩეროთ, რამდენი ხანიც შევძლებთ, რა სანამ არ აგვეწვება კუნთები, იქამდე უნდა გავაჩეროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ კუნთის წვას და სიმხურვალეს, როდესაც ვიგრძნობთ, მაშინ იწელება კუნთი და მაშინ მოდის ტონუსი. ბოლო მეხუთე. ზედა ტუჩს ვიბრუნებთ შიგნით, თავიდან შეგვიძლია ხელით დავიჭიროთ და შემდეგ მივეჩვევით, იმიტომ რომ შებრუნების დროს უნდა ვეცადოთ, რომ არ გამოგვივარდეს ეს ტუჩი და გავიღიმოთ. ანუ როგორ? შეგვაქვს მაქსიმალურად შეგვაქვს და ვიღიმებით. ცოტა სასაცილოდ შეიძლება გამოვიყურებოდეთ ვარჯიშების დროს, მაგრამ სამაგიეროდ ლამაზები ვიქნებით. მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის გამომიწერეთ.